თავი 25. მაშინ ცათასასუფეველი დაემსგავსება 10 ქალწულს, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად. 5 მათგანი უგუნური იყო და 5 გონიერი. უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან. ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჯურჯლებით. ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველას ჩათვლიმა და დაეძინა. მაგრამ შუაღამისას გაისმა ყვირილი. აჰა ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად. მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავთავისი ლამპრები. უგუნურებმა უთხრეს გონივრებს. გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, ვინაიდან ლამპრები გვიქრება. გონივრებმა კი მიუგეს პასუხად. არც ჩვენ რომ არ დაგვაკლდეს და არც თქვენ, ჯობესია წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. როცა ისინი წავიდნენ საყიდლად, მოვიდა ნეფე. გამზადებულნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხშა. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: უფალო, გაგვიღე ჩვენ. ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ. ხო დაიფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე. ვინაიდან ეს იმ კაცივით იქნება, რომელმაც გამგზავრებისას მოუხმო თავის მონებს და ჩააბარა თავისი ქონება. ერთს 5 ტალანტი მისცა, მეორეს 2 და სხვას 1. თითოეულს მისი უნარის და მიხედვით და წავიდა. 5 ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ივაჭრა და სხვა 5 მოიგო. ასევე 2-ის მიმღებმაც 2 კიდევ სხვა მოიგო. ხოლო რომელმაც 1 მიიღო, წავიდა ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი. კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და მათ ანგარიში მოკითხა. მივიდა 5 ტალანტის მიმღები, სხვა 5 ტალანტიც მიუტანა და უთხრა: ბატონო, 5 ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა სხვა 5 ტალანტი მოვიგე. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი კეთილო და ერთგულო მონავ, მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ, შედი შენი ბატონის სიხარულში. მივიდა 2 ტალანტის მიმღები და უთხრა: ბატონო, 2 ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა სხვა 2 ტალანტი მოვიგე. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი კეთილო და ერთგულო მონავ, მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ, შედი შენი ბატონის სიხარულში. მივიდა ისიც, რომელმაც 1 ტალანტი მიიღო და უთხრა: ბატონო, ვიცოდი რომ სასტიკი კაცი ხარ. იმ კი სადაც არ დაგითესავს და კრებს სადაც არ დაგიბნევია. შემიშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა შენი, შენვე გქონდეს. მიიღო მისმა ბატონმა მას პასუხად: ბოროტო და ზარმაცო მონავ, შენ იცოდი რომ ვინკი სადაც არ დამითესავს და კრებს სადაც არ დამიბნევია. ამიტომ ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთათვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას ჩემსას სარგებლით ურთ მივიღებდი. ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით 10 ტალანტის მქონეს. ვინაიდან მქონებელს ყველას მიეცემა და დაუხვავდება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა რაც აქვს. ხოლო ეს უვარგისი მონა გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ხრჯენა. ხოლო როცა მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთი მეორისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხრებისაგან. დააყენებს ცხრებს თავის მარჯვნივ და თხებს მარცხნივ. მაშინ ეტყვის მეფე: თავის მარჯვნივ მდგომთ. მოდით მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი. ვინაიდან შიოდა და საჭმელი მომეცით, წყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ. შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომხედეთ, საპყობილეში ვიყავი და მომაგითხეთ. მაშინ მართლები ეტყვიან მას პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაბურეთ, ან წყურვალი და გასვით, როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ, ან შიშველი და შეგმოსეთ, როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყობილეში მყოფი და მოგაკითხეთ. მეფე მიუგებს მათ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რაც კი გაუკეთეთ ერთსამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ. მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: წადით ჩემგან წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, წყუროდა და არ მასვით, უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ,
შიშველი ვიყავი და არ შემოსეთ, სნეული ვიყავი და საპყობილეში და არ მომნახულეთ. მაშინ ისინიც მიუგებენ პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ ვშიერი, ან წყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყობილეში და არ გემსახურეთ? მაშინ მიუგებს იგი პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგან, არც მე გამიკეთეთ. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი საუკუნო სიცოცხლეში.